კობაცხაკაია. ლექცია ხელოვნური ინტელექტი კინოში, პლატფორმები, გამოყენება, შეზღუდვები და დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაწილი პირველი. რატომ არის ეს თემა დღეს მნიშვნელოვანი? დასაწყისში მინდა დავაკონკრეტო, რადგან ლექციის მანძილზე ხშირად გამოვიყენებ აბრევიატურას AI. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ანუ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი. მოგესალმებით, მინდა დავიწყოთ არა ტექნოლოგიით, არამედ ერთი განცდით, რომელიც აქ მყოფ ყველა კინემატოგრაფის ნაცნობი აქვს. თეთრი ფურცლის, ანუ ცარიელი ეკრანის შიში, ავტორის მარტოობით გამოწვეული. კინოს ისტორია ეს არის ბრძოლა ფანტაზიასა და რეალობას შორის. როდესაც ეინშტეინი მონტაჟს იგონებდა, ის არ ეძებდა მხოლოდ ტექნიკურ ხრიქს, ის ეძებდა გზას, თუ როგორ უნდა გამოიწვიო მაყურებლის ემოცია ფილმის ყურების დროს. როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, მე არ ვგულისხმობ პროგრამას, რომელიც თქვენს ნაცვლად დაწერს სცენარს. მე ვგულისხმობ კინოენის ახალ გარდაქმნას, როცა გაქვს იდეა, მაგრამ არა გაქვს ბიუჯეტი, ან გაქვს ხედვა, მაგრამ არ ყოფნის ტექნიკური რესურსი მის გამოსახატავად. AI უკვე აქ არის, ის უკვე მონაწილეობს იმ პროცესებში, რასაც ჩვენ შემოქმედებით სამზარეულოს ვეძახით. მაგრამ AI რა არის მთავარი? ტექნოლოგია არასოდეს ყოფილა კინოს არსი. კინოს არსი არის ავტორი. დღეს ჩვენ განვიხილავთ AI-ს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავძლიოთ ბიუჯეტის, დროის სიმცირე და ტექნიკური ბარიერების სიმრავლე. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ციფრული გონება იქცეს ჩვენს ყველაზე მორჩილ და ნიჭიერ ასისტენტად. დღეს როცა ვამბობთ სიტყვას ხელოვნური ინტელექტი კინოში, ბევრი ჩვენგანი მას აღიქვამს როგორც შორეულ ფანტასტიკას ან პირიქით საფრთხეს. სიმართლე კი ბევრად უფრო პრაგმატულია. ხელოვნური ინტელექტი უკვე გადასაღებ მოედანზეა. ის არ აკაკუნებს კარზე, ის უკვე კამერის მიღმა დგას. რატომ საუბრობთ ამაზე ახლა? იმიტომ რომ კინოს ისტორიაში ყოველთვის ასე იყო. ხმა, ფერი, ციფრული გამოსახულება, ყოველი ახალი ტექნოლოგია თავიდან შიშს გვრიდა. შემდეგ კი ჩვენს მთავარ იარაღად იქცეოდა. AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი არ არის ავტორი. AI არის გენიალური ასისტენტი, რომელიც გვეხმარება სცენარის სტრუქტურის პოვნაში, ვიზუალური კონცეფციის, სტორიბორდის წამებში დახატვაში და იმ რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში, რასაც ადრე თვეები და ათასობით დოლარი, ლარი სჭირდებოდა. დღეს ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა მანქანა ადამიანს. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქართველ რეჟისორს მცირე ბიუჯეტით, საინტერესო იდეით და დიდი ამბიციით გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი, რათა მისი ხმა მსოფლიონ გაიგოს. ეს ლექცია არ არის ტექნოლოგიაზე, ეს ლექცია არის შემოქმედებით თავისუფლებაზე. ნაწილი მეორე. იდეის დაბადება და ვიზუალური არქიტექტურა. სცენარი, ინტელექტუალური სარკე. მოდით გადავიდეთ ყველაზე მტკივნეულ ნაწილზე, იქ სადაც კინო ან იწყება, ან სამუდამოდ კვდება. ეს არის იდეა. ყველამ ვიცით ეს გაურკვეველი მდგომარეობა, როცა გაქვს განცდა, ფრაზა ან სახე, მაგრამ არ იცი, არის კი ეს საკმარისი ფილმისათვის. აქ ხელოვნური ინტელექტი გვევლინება არა როგორც ავტორი, არამედ როგორც ინტელექტუალური სარკე. ის არ მოიფიქრებს ისტორიას თქვენს ნაცვლად, მაგრამ ის გაიძულებს თქვენსავე იდეას სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ. მოდით ჩავატაროთ ჟანრობრივი ექსპერიმენტი. რა მოხდება თუ რომელიმე კამერული დრამა თრილერად იქცევა? ან თუ მოქმედება სხვა ეპოქაში გადავა? აი ხედავს, სად სუსტდება სცენარის რიტმი, სად კარგავს პერსონაჟი ლოგიკას. კინოექსპერიმენტი ყოველთვის ძვირია, ხელოვნურ ინტელექტს კი ეს რისკი ნულამდე დახავს. ის გვაძლევს უფლებას ვიყოთ გაბედულები ძიების პროცესში.
რადგან აქ შეცდომა არაფერი ჯდება. ქართული კონტექსტი, დრო, როგორც რესურსი. სცენარის განვითარება ხშირად წლობით ჭიანურდება დაუფინანსებლობის, დროის და რესურსების ნაკლებობის გამო. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს თვეებიდან დღეებამდე ამცირებს. ეს არ ნიშნავს ნაჩქარევ მუშაობას, პირიქით ეს ნიშნავს უფრო მეტ დროს ფიქრისთვის და ნაკლებ დროს ტექნიკური რუტინისთვის. ნაკლები იდეა იკარგება შუაგზაზე, რადგან ავტორს შეუძლია თავისი ჩანაფიქრის სიცოცხლის უნარიანობა მყისიერად შეამოწმოს. დრამატურგია და სცენარის განვითარება, ციფრული თანაავტორი. ახლა კი გადავიდეთ იქ, სადაც კინოს ხერხემალი იქმნება, დრამატურგიაზე. თუ პირველ ნაწილში თეთრი ფურცლის შიშზე ვისაუბრეთ, აქ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ვაქციოთ ბუნდოვანი იდეა მყარ კონსტრუქციად. ბევრი სცენარისტი შიშობს, თუ ხელოვნური ინტელექტი დამიწერს სცენარს, მე ვინღავარ. მოდით შევთანხმდეთ, ხელოვნური ინტელექტი არ არის შემოქმედი. ის არის სტრუქტურული ანალიტიკოსი. ის არ გიწერს ამბავს, ის გეხმარებათ თქვენივე ამბის მათემატიკური სიზუსტით აწყობაში. პირველი, იდეის კრისტალიზაცია, ლოგლაინი და სინოფსისი. ყველა სცენარი იწყება ემოციური იმპულსით, მაგრამ მის ლოგლაინად ქცევას ხშირად კვირეები სჭირდება. აი ამას წუთებში აკეთებს. პრომპტი, ანუ ბრძანება, რომლითაც ვესაუბრებით ხელოვნურ ინტელექტს. მაქვს განცდა ერთგულების შესახებ, რომელიც ადამიანს ანგრევს. არა რომანტიული, არამედ ერთგულება იდეის მიმართ. დამეხმარე ამ განცდიდან ამოვიღო 5 სხვადასხვა ლოგლაინი დრამისთვის, სადაც გამოკვეთილი იქნება პროტაგონისტი და მთავარი კონფლიქტი. თქვენ მომენტალურად იღებთ 5 სხვადასხვა გზას. ეს არ არის მზა პროდუქტი, ეს არის კატალიზატორი თქვენი ხედვისთვის. ნარატიული სტრუქტურა, ბიტშიტი და გადაარჩინე კატა, Save the Cat. ბიტშიტი არის თქვენი ფილმის საგზაო რუქა. ჩვენ გამოვიყენებთ ბლეიქ სნაიდერის გადაარჩინე კატა, Save the Cat მეთოდს ჰოლივუდის ოქროს კვეთას, რომელიც ამბავს 15 საკვანძო წერტილად ყოფს. როგორ მუშაობთ ხელოვნურ ინტელექტთან? ავიღოთ იდეა. თბილისელი ტაქსის მძღოლი პოულობს ჩანთას ძველი წერილებით და მათ ადრესატებთან მიტანას გადაწყვეტს. პრომპტი, გამოვიყენოთ Save the Cat მეთოდი და ამ იდეისთვის შევქმნათ 15 პუნქტიანი ბიტშიტი. Opening image-დან final image-ამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ midpoint-სა და წერტილს, სადაც ყველაფერი დაკარგულია. L is lost. აი, წამებში გიჩვენებთ, სად უნდა იყოს ამბის გარდატეხა და სად ყველაფრის დაკარგვის მომენტი. ეს არის სცენარის რენტგენი. ამჯერად თქვენ ხედავთ ეკრანზე გრაფიკს, სადაც მოცემულია ხარჯები სცენარზე მუშაობისა. პირველ შემთხვევაში თქვენ ხედავთ დამოუკიდებელ სცენარისტთან მუშაობის გრაფიკს და იმ დანახარჯს, რაც ჭირდება სცენარის დამუშავებას. საბოლოო ჯამში გადასახდელი ხდება 4340 ლარი. მეორე შემთხვევაში მოცემული არის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის გამოყენება სცენარზე მუშაობის დროს. ამ შემთხვევაში დანახარჯი არის 660 ლარი. დანაზოგი 3680 ლარი არის. 85%-ით უფრო გაიაფებულია სცენარზე მუშაობა. გარდა ამისა, ტრადიციულ ვარიანტში სცენარზე მუშაობა დასჭირდებოდა 4-დან 6 თვემდე, ხოლო პლატფორმებზე მუშაობისას დასჭირდებოდა მხოლოდ რამოდენიმე საათი ან რამოდენიმე დღე. მესამე, დრამატურგიული პოლუსები.
midpoint-ი და ყველაფერი დაკარგულია L is lost. ეს ორი წერტილი ამბის ეკვატორი და ფსკერია. midpoint-ი შუა წერტილი, აქ ხდება ცრუ გამარჯვება ან ცრუ მარცხი. L is lost, ყველაფრის დაკარგვა. აქ იგრძნობა სიკვდილის სუნთქვა, ყველაზე ბნელი წუთი. მაგია იმაშია, რომ ეს წერტილები ერთმანეთის სარკეა. აი გვეხმარება ლოგიკური ჯაჭვის დაცვაში, პრომპტი. შემომთავაზე 3 midpoint-ის წერტილი ჩემი გმირისათვის. ერთ შემთხვევაში იყოს ფალსიფიცირებული გამარჯვება, მეორე შემთხვევაში ფალსიფიცირებული სიკვდილი. დაამატე დროის დეფიციტის ფაქტორი. პრომპტის ანატომია, რატომ ვეკითხებით აის ასე? მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს პრომპტი. რატომ არ ვეუბნებით აის უბრალოდ მომიფიქრე რაიმე ისტორია? იმიტომ რომ კარგ დრამატურგიას კონკრეტული კანონები აქვს. აი რას ნიშნავს ამ მოთხოვნის თითოეული ნაწილი. midpoint-ი შუა წერტილის გარდატეხა. ჩვენ აის მიუთითებთ, რომ ცვლილება უნდა მოხდეს ზუსტად ამბის შუაში. ეს არის მომენტი, როცა გმირი წერტილიდან, სადაც ის რეაგირებს მოვლენებზე, გადადის წერტილში, სადაც ის იწყებს მოქმედებას. False victory, ცრუ გამარჯვება. ეს არის სიტუაცია, როცა გმირს გონია, რომ მიზანს მიაღწია. მაგალითად, ჩვენმა ტაქსის მძღოლმა იპოვა ადრესატი. გადასცა წერილი და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ამ დროს ირკვევა, რომ ამ წერილმა ადრესატის ცხოვრება დაანგრია. გამარჯვება ილუზია აღმოჩნდა. ცრუ მარცხი. გმირს გონია, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგალითად ჩანთა მოჰპარეს. ის ფიქრობს, რომ მისია ჩავარდა, მაგრამ სწორედ ამ ქურდობის წყალობით ის ხვდება ადამიანს, რომელიც ამბის მთავარ საიდუმლოს გახსნის. დროის დეფიციტი. ეს არის დრამატურგიული ტაქტიკა. ჩვენ აის ვთხოვთ მოიფიქროს გარემოება, რომელიც გმირს მოსვენებას არ მისცემს. მაგალითად, წერილი უნდა ჩაბარდეს მზის ჩასვლამდე, თორემ ადრესატი სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როდესაც აის ასეთ კონკრეტულ დავალებას ვაძლევთ, ის აღარ გვთავაზობს ბანალურ პასუხებს. ის იწყებს მუშაობას, როგორც კვალიფიციური სცენარისტი, რომელიც ფლობს ჟანრულ ხერხებს. თქვენ იღებთ 3 ვარიანტს და თქვენი ამოცანაა ამოიცნოთ მათში ის ემოციური სიმართლე, რომელიც თქვენს ჩანაფიქრს ყველაზე მეტად შეესაბამება. აი გაწვდით კონსტრუქციას, თქვენ კი მას ავსებთ ცოცხალი, ქართული ხასიათებითა და გარემოთი. 4. პერსონაჟის არქიტექტურა და დიალოგი. აი გვეხმარება ავირიდოთ შაბლონური გმირები და ლიტერატურული დიალოგები. პერსონაჟი, ჩემი გმირი 38 წლის ფოტოგრაფია. რა არის მისი ფარული ტრავმა, ფარული ჭრილობა? მომეცი 3 ქცევითი მოდელი კონფლიქტის დროს. დიალოგი, კარგი დიალოგი სუბტექსტია. პერსონაჟის ფსიქოლოგია, ფარული ჭრილობა, ფარული ტრავმა. როდესაც პერსონაჟზე ვმუშაობთ, ჩვენ არ გვაინტერესებს მხოლოდ ის, თუ რას აკეთებს გმირი ეკრანზე. ჩვენ გვაინტერესებს რატომ აკეთებს. აქ შემოდის ფარული ჭრილობა, ფარული ტრავმა. ეს უმთავრესი ცნებაა. ეს არის წარსულში მომხდარი ფსიქოლოგიური ტრავმა ან მოვლენა, რომელიც გმირს ქვეცნობიერად მართავს. ეს არის მისი აქილევსის ქუსლი. სწორედ ეს ჭრილობა აიძულებს პერსონაჟს, რომ მოიქცეს ირაციონალურად, დაუშვას შეცდომები და საბოლოო ჯამში განვითარდეს. როგორ პოულობს აი ამ ჭრილობას? ხშირად ავტორს უჭირს საკუთარი გმირის მიმართ ობიექტურობა. ჩვენ შეგვიძლია აის ვთხოვოთ პერსონაჟის ფსიქოანალიზი. პრომპტის მაგალითი. მყავს პერსონაჟი, რომელიც ყველას მიმართ ზედმეტად აგრესიულია, როცა დახმარებას თავაზობენ. შემომთავაზე 3 შესაძლო ფარული ტრავმა
მისი წარსულიდან, რაც ამ ქცევას ახსნიდა, როგორ ვლინდება ეს ჭრილობა მის ყოველდღიურ დიალოგებში. შედეგი, აიმ შეიძლება შემოგთავაზოს ვერსია, რომ გმირმა ბავშვობაში დაკარგა დამოუკიდებლობა ვინმეს დახმარების გამო. ახლა კი ნებისმიერი დახმარება მისთვის საფრთხესთან ასოცირდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როცა თქვენ იცით პერსონაჟის ფარული ტრავმა, ფარული ჭრილობა, თქვენი სცენარი ხდება მრავალშრიანი. მაყურებელი ხედავს აგრესიას, მაგრამ გრძნობს ტკივილს. აი გვეხმარება, რომ ეს შინაგანი ლოგიკა არ დავარღვიოთ. ის გვახსენებს, თუ შენ გმირს ეს ტრავმა აქვს, ის ამ სცენარში ასე მარტივად ვერ დანებდება. ეს არის პერსონაჟის შექმნა არა ზედაპირულად, არამედ შიგნიდან. პრომპტი: დაწერე დიალოგი ორ მეგობარს შორის. ერთმა შეცდომა დაუშვა, მეორეს ტკივა, მაგრამ ამაზე პირდაპირ არ საუბრობენ. გამოიყენე ოთარ იოსელიანისეული მინიმალიზმი, ნაკლები სიტყვა, მეტი პაუზა. სცენარის ქირურგი: როცა ჩონჩხი მზადაა, ხელოვნური ინტელექტი ხდება თქვენი რედაქტორი. პრომპტი: გაანალიზე ეს ბიტშიტი, სად კარგავს მოქმედება რიტმს, სად არის პერსონაჟი პასიური, როგორ გავხადოთ კულმინაცია უფრო მოულოდნელი. რატომ არის ეს რევოლუციური? იმიტომ რომ ტრადიციულად ამ პროცესს 6-დან 12 თვემდე სჭირდება. აისთან ერთად ეს ციკლი 2-4 თვემდე მცირდება. ეს არის დროის 70%-იანი დაზოგვა. ქართულ კონტექსტში, სადაც ხშირად არა გვაქვს ფუფუნება გვყავდეს სცენარისტების დიდი ჯგუფი, აი ხდება თქვენი უფასო 24 საათიანი კოლეგა. ის არ ცვლის თქვენს ხედვას, ის გაიძულებთ, რომ თქვენი ხედვა გახდეს უფრო არგუმენტირებული და მაყურებლისათვის გასაგები. სტრუქტურა არ არის გალია, ის არის საყრდენი და როცა საყრდენი მყარია, მაშინ გაქვთ ნამდვილი შემოქმედებითი თავისუფლება. ფილმის დახატვა გადაღებამდე. ახლა გადავიდეთ იმ ეტაპზე, სადაც სიტყვა პირველად ხდება გამოსახულება. ყველამ ვიცით, თუ ფილმს არ აქვს მკაფიო ვიზუალური საფუძველი, ის გადასაღებ მოედანზე დაიწყებს დაშლას. ხელოვნური ინტელექტი დღეს საშუალებას გვაძლევს ფილმი გადავიღოთ მანამდე, სანამ მოედანზე პირველი სოფიტი აინთება. ეს არის ვიზუალური ფაქტორის მატერიალიზაცია. პროდაქშენ დიზაინი და კონცეპტ არტი. თუ ფილმი სახლია, პროდაქშენ დიზაინერი მისი არქიტექტორია, ხოლო აი მისი ყველაზე სწრაფი ესკიზების შემქმნელი. ხშირად კითხულობენ, თუ აი შეუძლია კადრის დახატვა, რაღა საჭიროა პროდაქშენ დიზაინერი. აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, კინოში გამოსახულება არ არის მხოლოდ სურათი, ის სტრატეგიაა. თუ ფილმი სახლია, პროდაქშენ დიზაინერი მისი არქიტექტორია. ის გეგმავს შენობის სტრუქტურას, მის ფილოსოფიას, ლოგიკას. ხელოვნური ინტელექტი კი ამ პროცესში საუკეთესო ესკიზების შემქმნელია. ის არის ნიჭიერი ასისტენტი, რომელიც არქიტექტორის ჩანაფიქრს წამებში აქცევს თვალსაჩინო ვიზუალურ მასალად. აი არ ცვლის პროფესიონალს, ის აჩქარებს დიალოგს მათ შორის. რეჟისორს აღარ სჭირდება მხატვარსა და ოპერატორს აბსტრაქტული შეგრძნებების სიტყვებით აუხსნას. მას შეუძლია პირდაპირ აჩვენოს ვიზუალური ენა, რათა თელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთი მიმართულებით დაიწყოს ყურება. გაუგებრობის მინიმალიზაცია. რეჟისორს აღარ სჭირდება მხატვარს ან ოპერატორს აბსტრაქტული შეგრძნებები აუხსნას. მას შეუძლია აჩვენოს ზუსტი ატმოსფერო, განათება, სცენის ემოციური ტემპერატურა და მთლიანი ფილმის ფერთა პალიტრა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო არტ-ჰაუსის კინოსთვის, სადაც ერთი ფერის ტონალობამაც კი შეიძლება შეცვალოს ფილმის ფილოსოფიური სათქმელი. ყველაზე ძვირი შეცდომა არის ის, რომელსაც უკვე გადაღებულ კადრში აღმოვაჩენთ. აი გვაძლევს უსაფრთხო სივრცე შეცდომებისთვის.
ჩვენ გადაღებამდე ვხედავთ, სად არის ვიზუალის გადაჭარბება, ან სად აკლია გამოსახულება სიმძაფრე და ამას ვასწორებთ ციფრულ სამზარეულოში. ხელოვნური ინტელექტი არ იღებს კადრს ჩვენს ნაცვლად, ის გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო ზუსტები, უფრო თავდაჯერებულები და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ავტორისეული ხედვა ტექნიკურ და ფინანსურ ქაოსში. ნაწილი მესამე. კადრირება და სტორიბორდი. ბრძოლა ქაოსთან. კინო თავისი არსით არის მუდმივი ბრძოლა ქაოსთან. გადასაღები მოედანი ეს არის დროის, ფულის, ემოციების და ადამიანური რესურსის კრიტიკული კონცენტრაცია. თუ ფილმი ამ ქაოსში გეგმის გარეშე შედის, ის აუცილებლად იწყებს დაშლას. ბევრი ფილმი არ ფუჭდება სცენარით, ის ფუჭდება გადაღების პროცესში. როცა სტრესის ფონზე ვიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და ვიმედოვნებთ, რომ მონტაჟში მოვიფიქრებთ, მაგრამ მონტაჟი არ არის ჯადოქრობა. თუ კადრი არ არის გააზრებული, მონტაჟი მას ვერ გადაარჩენს. სწორედ აქ შემოდის სტორიბორდი, ფილმის პირველი ვიზუალური განსახიერება. რა არის სტორიბორდი დღეს? წარმოიდგინეთ ფილმის კომიქსი, სადაც თითოეული კადრი წინასწარაა დახატული. ეს არის ვიზუალური რუკა, სადაც ვიზუალი გვიჩვენებს პერსონაჟის პოზიციას და კამერის რაკურსს. ტექსტური ნაწილი კი განსაზღვრავს მოძრაობას, დიალოგს, ხმის აქცენტებს. ტრადიციული ბარიერი და AI პლატფორმა, ალგორითმი. აქამდე სტორიბორდი ფუფუნება იყო. მას სჭირდებოდა პროფესიონალი მხატვარი, კვირეები და დიდი ბიუჯეტი, რეჟისორები, რომლებიც თავად არ ხატავდნენ, ხშირად აბსტრაქტული ახსნა განმარტებების იმედად რჩებოდნენ. დღეს ხელოვნური ინტელექტი ამ ბარიერს შლის. AI ჩვენთვის ხდება უზადო ესკიზების შემქმნელი. რეჟისორს თავად შეუძლია საათებში შექმნას მთელი ფილმის ვიზუალური გეგმა. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ ათობით სხვადასხვა კომპოზიცია, სანამ იდეალურ რიტმს არ ვიპოვით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ვიზუალურად აზროვნებს, მაგრამ არ არის ილუსტრატორი. სტორიბორდი როგორც საერთო ენა. კინოში კომუნიკაცია ყველაზე რთულია. რეჟისორი ხედავს ერთს, ოპერატორი მეორეს. AI-ის მიერ შექმნილი სტორიბორდი ხდება საერთო ენა. აღარ არის საჭირო აბსტრაქტული შეგრძნებების ახსნა. მთელი გუნდი ხედავს ერთსა და იმავეს. ოპერატორმა ზუსტად იცის რაკურსი, მხატვარმა დეკორაცია. როცა გაუგებრობა მცირდება, ფილმი ხდება უფრო კონცენტრირებული და ზუსტი. ნაკლები დუბლი მეტი თავისუფლება. არსებობს მითი, თითქოს სტორიბორდი კლავს სპონტანურობას. პირიქით ის იცავს მას. როცა კადრი ტექნიკურად წინასწარ გათვლილია, გადასაღებ მოედანზე ნაკლები დუბლია საჭირო. ეს ნიშნავს, რომ მეტი დრო და ენერგია გრჩება მსახიობისთვის და ემოციისთვის. ტექნიკური ქაოსი ვეღარ უშლის ხელს შემოქმედებით მაგიას. ქართული რეალობა, გადარჩენის ინსტრუმენტი. ჩვენს რეალობაში, სადაც ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდულია და დრო მწირი, სტორიბორდი აღარ არის ფუფუნება, ეს არის გადარჩენის ინსტრუმენტი. ის გვაძლევს საშუალებას გადავიღოთ ნაკლები, მაგრამ უკეთესად. ნაკლები ფინანსური დანაკარგით მივიღოთ ზუსტად ის შედეგი, რაც ჩაფიქრებული გქონდა. ხელოვნური ინტელექტი არ უკარნახობს კადრს, ის გვაძლევს სტრუქტურას და სიმშვიდეს, ის გვაძლევს კონტროლის საშუალებას იმ ქაოსზე, რასაც კინოწარმოება ჰქვია. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ 9 კადრს. თქვენ ამჯერად ხედავთ პრომპტის დავალებით 9 კადრად დაშლილ ცალკეულ სცენებს. თავისი რაკურსებით, განათებით, ინტერიერით, რეკვიზიტით, ჩაცმულობით და გრიმით. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი პერსონაჟი, რომელსაც თქვენ ხედავთ, რეალურად არ არსებობს. ისინი შექმნილია სპეციალური პრომპტებით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ლექციის მსვლელობის დროს
რა ფოტო მასალაც ან ვიდეო მასალაც იქნება გამოყენებული, არც ერთი არ არის რეალურად გადაღებული. ყველა შექმნილია სპეციალური პრომპტების დავალებით ხელოვნური ინტელექტის მიერ. ნაწილი მეოთხე. ციფრული სახელოსნო, პლატფორმები და ინსტრუმენტები. ამ ნაწილში ჩვენ გადავდივართ თეორიიდან პრაქტიკაზე. აქ მნიშვნელოვანია, რომ მსმენელმა დაინახოს არა პროგრამების გრძელი სია, არამედ ინსტრუმენტების ეკოსისტემა. ახლა კი დროა შევიხედოთ ჩვენს ციფრულ სახელოსნოში. ბევრი პლატფორმა არსებობს, მაგრამ ჩვენთვის კინემატოგრაფისტებისთვის რამდენიმე მათგანია გადამწყვეტი. თითოეული მათგანი კინოწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ესკიზების შემქმნელია. ლეონარდო და მიდჯორნი ეს ის პლატფორმებია, სადაც ჩვენი ფანტაზია პირველად ხდება გამოსახულება. რას ვაკეთებთ? აქ ვქმნით პერსონაჟის გარეგნობას, ლოკაციების ატმოსფეროსა და განათების სქემებს. რატომ არის მნიშვნელოვანი? ეს პლატფორმები გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ერთი და იგივე პერსონაჟი სხვადასხვა კადრში, რაც სრულფასოვანი სტორიბორდის შექმნისთვის აუცილებელია. მოძრავი გამოსახულება. თუ ფოტო ესკიზია, ეს პლატფორმები უკვე მოძრავი ესკიზებია. რას ვაკეთებთ? კადრიდან ვქმნით 5, 10, 20, 30 ერთწუთიან ვიდეოებს. რატომ არის მნიშვნელოვანი? ეს საშუალებას გვაძლევს გადაღებამდე დავინახოთ კამერის მოძრაობა, მსახიობის მიმიკა ან გარემოს დინამიკა. ეს არის ცოცხალი სტორიბორდი. ხმა და პერსონაჟის ტონი. კინო მხოლოდ გამოსახულება არ არის. ამ პლატფორმების დახმარებით ვტესტავთ პერსონაჟის ხმას, ტემბრს, დიალოგების რიტმს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სანამ მსახიობი მიკროფონთან დადგება, ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ჟღერს მისი ტექსტი. ეს გვეხმარება სცენარის რედაქტირებაში. სტრუქტურა და დიზაინი. გარკვეული პლატფორმები ჩვენი პროექტის შეფუთვაში გვეხმარება. რას ვაკეთებთ? სწრაფ მონტაჟს, პრეზენტაციების აწყობას, ტიტრების დიზაინს. რატომ არის მნიშვნელოვანი? ქართულ რეალობაში, სადაც ხშირად ერთი ადამიანი რამოდენიმე საქმეს აკეთებს, ეს ინსტრუმენტი წარმოუდგენლად ზოგავს დროს. ეს პლატფორმები არ არის ჯადოსნური ღილაკები, ეს არის ახალი თაობის ფუნჯები. თუ არ იცი რისი დახატვა გსურს, ფუნჯი თავისით არაფერს შექმნის, მაგრამ თუ გაქვს ხედვა, ეს ინსტრუმენტები საშუალებას მოგცემთ თქვენი იდეა ეკრანზე ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად გადაიტანოთ. ნაწილი მეხუთე. პრეპროდაქშენი, მცირე რესურსით დიდი შედეგი. ახლა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რომელიც ხშირად ყველაზე ნაკლებად ჩანს ეკრანზე, მაგრამ რეალურად განსაზღვრავს ფილმის ბედს. ეს არის პრეპროდაქშენი. კინოში არსებობს ასეთი ფრაზა: ფილმი იგება პრეპროდაქშენში და არა გადასაღებ მოედანზე. სწორედ აქ იქმნება ის ჩარჩო, რომელშიც გადაღებები ან გამართულად მიმდინარეობს, ან ქაოსში იძირება. პრეპროდაქშენის ტრადიციული ბარიერები. ტრადიციულად ეს ეტაპი ძალიან ხანგრძლივი და ძვირია. ბევრი რამ მხოლოდ ავტორის წარმოსახვაშია, რაც დიდ რისკებს ბადებს. იქ სადაც ბიუჯეტი ყოველთვის მწირია და დრო შეზღუდული, პრეპროდაქშენი ხშირად ფორმალობად იქცევა. დავიწყოთ გადაღება და ადგილზე მოვიფიქრებთ. სინამდვილეში კი რაც ნაკლებია დაგეგმვა წინასწარ, მით უფრო ძვირი ჯდება შეცდომა გადასაღებ მოედანზე. ის ეკონომიური ეფექტი. ხელოვნური ინტელექტი პრეპროდაქშენს თვეებიდან დღეებამდე ამცირებს. ის ამცირებს გაურკვევლობას და სიურპრიზებს. ლოკაციების სიმულაცია. რეჟისორი აღარ მიდის ლოკაციაზე მხოლოდ ინტუიციით. ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია სცენა წინასწარ ჩავსვათ რეალურ სივრცეში, შევამოწმოთ განათება და კადრის ლოგიკა.
კოსტიუმი და პერსონაჟი. ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს მხატვარს, ის აძლევს მას ზუსტ საწყის წერტილს. ჩვენ წინასწარ ტესტავთ ფერებს, ტექსტურებსა და გრიმის ხასიათს. მსახიობის ტესტირება. აი გვეხმარება სცენის ემოციური ტონისა და რიტმის შემოწმებაში, მანამდე სანამ მსახიობი მოედანზე დადგება. პროგნოზირებადობა როგორც თავისუფლება. როცა ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ეს არ არის მხოლოდ შემოქმედებითი თემა, ეს არის რესურსების ეფექტური მართვა. აი ხელს უწყობს არა რაოდენობას, არამედ პროგნოზირებადობას. პროდიუსერი უკვე ითვლის დროს, რეჟისორი კი იღებს მშვიდ და სტაბილურ გარემოში. ქართული რეალობა, გადარჩენის, ხსნის ინსტრუმენტი. ჩვენი რეალობა აიზე დაფუძნებული პრე-პროდაქშენი აღარ არის ფუფუნება. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საავტორო კინოს აძლევს საშუალებას მცირე გუნდითა და მინიმალური ბიუჯეტით მიაღწიოს იმ ხარისხს, რასაც ადრე დიდი სტუდიები და ხალხმრავალი ჯგუფები სჭირდებოდა. მთავარი წესი: რაც უფრო მეც ვიფიქრებთ ციფრულად, მით ნაკლებს ვღელავთ რეალურად. პრე-პროდაქშენი ხელოვნური ინტელექტით არ არის დაკარგული დრო. ეს არის ინვესტიცია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ნაწილი მე-6. გადაღების პროცესი და აი, რა იცვლება რეალურად. იბადება კითხვა: კარგი პრე-პროდაქშენი გასაგებია, მაგრამ გადაღებაზე რაღა უნდა ქნას ხელოვნურმა ინტელექტმა? კინო ხომ ცოცხალი ემოციაა. ეს სრულიად ლოგიკური კითხვაა. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ხელოვნური ინტელექტი არ დგას კამერის უკან, არ ესაუბრება მსახიობს, არ გრძნობს მომენტს. ეს რჩება ადამიანის ხელში. თუმცა აის გავლენა გადაღებაზე არის უზარმაზარი, ოღონდ არა პირდაპირი. ნაკლები დუბლი, მეტი კონცენტრაცია. ხშირად ისმის კითხვა: თუ მსახიობი ვერ ასრულებს როლს, აი რაში დაეხმარება? პასუხი ასეთია: აი ვერ გახდის ცუდ მსახიობს კარგს, მაგრამ ის იცავს კარგ მსახიობს იმისგან, რომ გახდეს ცუდი. წარმოიდგინეთ ტიპიური ქაოსური გადაღება. რეჟისორმა ზუსტად არ იცის რაკურსი, ოპერატორი სინათლეს ეძებს, მსახიობი კი მე-20 დუბლს გადის. მე-5 დუბლზე მსახიობი პიკშია, მე-15 დუბლზე ის იღლება, მე-20 დუბლზე ის უკვე მექანიკურად იმეორებს ტექსტს. ემოცია მკვდარია. აით დაგეგმილი გადაღება, ემოციის დაზღვევა. როდესაც სცენა აის დახმარებით წინასწარაა გააზრებული და ნანახი, გადაღება სულ სხვაგვარად მიდის. რეჟისორმა და ოპერატორმა ზუსტად იციან რას ეძებენ. ტექნიკური ქაოსი მინიმალურია. მსახიობი აკეთებს 5-8 დუბლს, სადაც მე-5 არის იდეალური, მე-7 კი ალტერნატიული ვარიანტი. შედეგი: მსახიობი არ გადადის დაღლილობის ზონაში, მისი ენერგია მიდის როლზე და არა ტექნიკურ გაუგებრობასთან ბრძოლაში. აი აქ მუშაობს როგორც უხილავი ასისტენტი, რომელიც ტექნიკურ გამართულობასა და დროის მენეჯმენტს უზრუნველყოფს. პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა მოედანზე. აი გადასაღებ მოედანზე არის სწრაფი მრჩეველი. თუ ლოკაცია მოულოდნელად შეიცვალა, აი წამებში ახდენს ახალი რაკურსების ვიზუალიზაციას. თანამედროვე ხელსაწყოები რეალურ დროში აანალიზებენ კომპოზიციას, ფოკუსს, განათებას, რაც გვაზღვევს ტექნიკური წუნისგან. სპონტანურობა უსაფრთხო გარემოში. არსებობს შიში, რომ ზედმეტი დაგეგმვა კლავს იმპროვიზაციას. სინამდვილეში სპონტანურობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ბაზა მყარია. ხელოვნური ინტელექტი ქმნის უსაფრთხო ჩარჩოს, სადაც თქვენს აღმოჩენებსა და შემთხვევით მაგიას აღარაფერი უშლის ხელს. მცირე ჯგუფი, დიდი კონტროლი. ქართულ რეალობაში, სადაც მცირე ჯგუფითა და მკაცრი გრაფიკით მუშაობთ, აი არ ზრდის ჯგუფის წევრთა რაოდენობას. ის ზრდის ჩვენს კონტროლს პროცესზე.
მომავალში შესაძლოა გაჩნდეს ახალი პოზიციები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის კოორდინატორი ან ვიზუალიზაციის სპეციალისტი, მაგრამ ფილმის გული მაინც რეჟისორი, ოპერატორი და მსახიობი დარჩება. აი გადასაღებ მოედანზე ამცირებს ქაოსს და ზრდის კონცენტრაციას მთავარზე. ის აძლევს შემოქმედებით გუნდს საშუალებას იყოს უფრო თავისუფალი, რადგან ტექნიკური შეცდომების შიში მინიმუმამდეა დაყვანილი. ნაწილი მე-7. პოსტ-პროდაქშენი და ეკონომიური ლოგიკა. აი როგორც გარდამტეხი ძალა. არსებობს ერთი გავრცელებული ილუზია, თითქოს ფილმი გადაღებებით მთავრდება. რეალურად კი ფილმი სწორედ პოსტ-პროდაქშენში იწყებს ნამდვილ ცხოვრებას, გარდაქმნას და აღზევებას. და თუ სადმე არის ხელოვნური ინტელექტი დღეს რეალურად და ხელშესახებად ძლიერი, ეს სწორედ ეს ეტაპია. მონტაჟი, ასისტენტი და არა შემცვლელი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, აი არაკეთებს მონტაჟს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ მას შეუძლია შეასრულოს ის, რაც ტრადიციულად მონტაჟორის ასისტენტის დამღლელი სამუშაოა. სწრაფად დაალაგოს მასალა და მონიშნოს საუკეთესო დუბლები. დაგვეხმაროს სცენის რიტმის სხვადასხვა ვარიანტების ტესტირებაში. ეს ნიშნავს, რომ მონტაჟი ნაკლებ დროს ხარჯავს ტექნიკურ რუტინაზე და მეც უთმობს რიტმს, ემოციას და აზრს. აი არის ანალიზის ინსტრუმენტი. ის გვეხმარება დავინახოთ, სად იკარგება დინამიკა, სად არის საჭირო პაუზა, ან სად უნდა გაიზარდოს დაძაბულობა. ვიზუალური და ხმოვანი ერთიანობა. ფერების კორექცია. ეს პროცესი ხშირად დიდ დროს და გამოცდილ თვალს მოითხოვს. ხელოვნური ინტელექტი აქ ამცირებს ბარიერს. მას შეუძლია შეინარჩუნოს ვიზუალური სტილი და გააერთიანოს სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული მასალა ერთიან ვიზუალურ ენაში. ხმა და მუსიკა. ხმა კინოში ხშირად დაუფასებელია, მაგრამ სწორედ აქ გრძნობს მაყურებელი უხარისხობას. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს სწრაფად შევქმნათ ატმოსფერული ხმები და დროებითი მუსიკა სცენის ტონის ტესტირებისათვის. ეს გარდამტეხია მცირე ბიუჯეტის პროექტებისა და დებიუტებისათვის. ეკონომიკა და მომგებიანობა. რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი რეალურად? ახლა მივიდეთ იმ თემამდე, რომელზეც კინოში ნაკლებად ვსაუბრობთ, მაგრამ რომლის გარეშე კინო ვერ იარსებებს. ფული. ხელოვნური ინტელექტი არ ნიშნავს უფასო კინოს. ის ნიშნავს სხვა ეკონომიკურ ლოგიკას. ტრადიციულ კინოში რისკი კონცენტრირებულია ერთ წერტილში. დიდი ბიუჯეტი იხარჯება წინასწარ და შეცდომა მხოლოდ ბოლოში ჩანს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მეტი გადაწყვეტილება მიიღება პრე-პროდაქშენში, იაპ ფაზაში. კონკრეტული ეკონომიური ეფექტი. საერთაშორისო პრაქტიკით ბიუჯეტის შემცირება მერყეობს 30-დან 60%-მდე. ეს ნიშნავს ერთი ბიუჯეტი 2 ან 3 პროექტს აფინანსებს. მეტი სცენარი, მეტი ექსპერიმენტი და მეტი შანსი ახალი ავტორებისთვის. საერთაშორისო დისტრიბუცია და ადაპტაცია. ეს არის გარღვევა ქართულ კინოსთვის. აი საშუალებას აძლევს პატარა ფილმს მიაღწიოს გლობალურ აუდიტორიას. მრავალენოვანი დუბლირება. შესაბამისი პლატფორმების დახმარებით შეგვიძლია შევინარჩუნოთ მსახიობის ორიგინალური ხმის ტონი. ემოცია ინგლისურ, ესპანურ თუ ფრანგულ ვერსიებში. ლიფსინკი და სუბტიტრები. აიცვლის მსახიობის ტუჩების მოძრაობას ახალ ენაზე მოსარგებად და წამებში ქმნის სუბტიტრებს 50-ზე მეტ ენაზე. შედარება ციფრებში. ტრადიციული გზით დუბლირება და სუბტიტრები ჯდება 38,000 და რამდენიმე თვე. აის მეშვეობით 3200 და 2 კვირა.
ეს 10-15 ჯერ ნაკლები ხარჯია და 80%-ით ნაკლები დრო. რატომ ჯდება ტრადიციული გზა 38,000? კინოში ტრადიციული ლოკაცია დუბლირება ძალიან რთული და ლოჯისტიკური პროცესია, ადამიანური რესურსი, გჭირდება თარგმანი, ადაპტაცია, გახმოვანების რეჟისორი, ხმის ოპერატორი და რაც მთავარია მსახიობები თითოეულ ენაზე. თუ ჯგუფში 5 მთავარი პერსონაჟია, ეს ნიშნავს 5 სხვადასხვა მსახიობის დაქირავებას თითოეული ენის ვერსიისათვის. სტუდიური ხარჯები, საათობრივი გადახდა პროფესიონალური ხმის ჩამწერ სტუდიაში, დრო, ერთიანი სრულყოფილი დუბლირება, საათნახევრიანი ფილმისთვის, მინიმუმ 1-2 თვეს მოითხოვს, სუბტიტრების ხელით სინქრონიზაცია კი დამატებით დროს. მეორე, რატომ არის ხელოვნური ინტელექტი ასეთი იაფი? 3200. ხელოვნური ინტელექტი, რომელთა პლატფორმები სრულიად ცვლის ამ ჯაჭვს. ხმის კლონირება, არ გჭირდება უცხოელი მსახიობების ძებნა. აი აკეთებს ჩვენი ორიგინალი მსახიობის ხმის კლონირებას და მას სხვა ენაზე ალაპარაკებს. ჩვენ ვიხდით მხოლოდ პლატფორმის გამოწერისა და დამუშავების წუთებს. ავტომატიზაცია, სუბტიტრების გენერაცია და სინქრონიზაცია წამებში ხდება. ლიფსინგი, ტექნოლოგია ავტომატურად ასწორებს ტუჩების მოძრაობას, რასაც ტრადიციულ კინოში თითქმის არასდროს აკეთებდნენ მისი სიძვირის გამო. მესამე, დროის ფაქტორი, 80%-იანი ეკონომია. ტრადიციულად სანამ ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ვერსიებს დაასრულებდით, ფილმის აქტუალობა შეიძლება კლებას იწყებდეს. აის დახმარებით ეს ხდება ერთ დღეში. 2 კვირა ეს არის დრო, რომელიც რეჟისორს სჭირდება აის მიერ შესრულებული სამუშაოს გადამოწმებისა და კორექტირებისათვის, ადამიანური კონტროლისთვის და არა თავად პროცესისთვის. რას ნიშნავს ეს ქართულ კინოსთვის? ეს ნიშნავს, რომ ქართულ ფილმს აღარ სჭირდება ჰოლივუდის ბიუჯეტი იმისთვის, რომ Netflix-ის ან Amazon Prime-ის მოთხოვნებს უპასუხოს. ეს ციფრები არის ბარიერის ნგრევა. ჩვენი ენა აღარ არის ბარიერი მსოფლიო მაყურებლისთვის. ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ინტერესი. ხელოვნური ინტელექტი ქმნის შეუზღუდაობის ინსტრუმენტებს. აუდიო დისკრიფცია უსინათლოებისთვის და სინქრონიზირებული სუბტიტრების სმენა დაქვეითებულთათვის. ეს აუცილებელი მოთხოვნაა Netflix-ისა და საერთაშორისო ფესტივალებისთვის. სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს უფრო პროგნოზირებად შედეგებს და უკეთ გამოყენებულ საჯარო რესურსს. თავარი დასკვნა, აი არ კარნახობს გემოვნებას და არ იღებს პასუხისმგებლობას შემოქმედებაზე, მაგრამ ის ამცირებს გაუმართლებელ რისკებს და ხდის კინოს უფრო მდგრადს. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი ოპერატორის თუ მსახიობის ნაცვლად, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება ერთი რამ, რეჟისორის მკაფიო ხედვა. რეჟისორი შემოქმედი. ნაწილი მერვე. 3 სცენარი 15 წუთიანი ფილმის შექმნის მათემატიკა. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. რეალურ ციფრებზე. დაუშვათ გვაქვს ერთი და იგივე ამოცანა. 15 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა, დრამა, 3 პერსონაჟით და 5 ლოკაციით. რომელიც ფესტივალებისთვისაა განკუთვნილი. განვიხილოთ მისი შექმნის 3 გზა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პერსონაჟებისა და ლოკაციების ზრდა იწვევს ბიუჯეტის შესაბამის ზრდას. სცენარი, ტრადიციული წარმოება, 100%-ით ადამიანების დაკავებულობა. ეს არის კლასიკური გზა, სადაც ყველაფერს ადამიანის რესურსი აკეთებს. პროცესი გრძელდება 4-დან 6 თვემდე. პრეპროდაქშენი 2-3 თვე, სცენარის წერა,
ხატვის მიერ storyboard-ის ხატვა, კასტინგი, გადაღება 5-7 დღე, 15-20 კაციანი გუნდი, ტექნიკის ქირა, კვება, ბიუჯეტი 48,000 ლარი. აქ რისკი მაღალია. ნებისმიერი შეცდომა გადაღებაზე ბიუჯეტს კატასტროფიულად ზრდის. სცენარი ნომერი 2. ჰიბრიდული მოდელი. ხელოვნური ინტელექტი დამხმარე როლში. აქ ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს 50%-ით. ეს არის ოქროს შვალედი, რომელსაც დღეს ყველაზე ეფექტურად მივიჩნევთ. აი, აქ ასრულებს ყველაზე შრომატევად რუტინულ სამუშაოს. პროცესი, სცენარის სტრუქტურული დიაგნოსტიკა, storyboard-ი 2 დღეში, ვირტუალური ლოკაციები. გადაღება. გუნდი მცირდება 5-7 კაცამდე, რადგან ყველაფერი წინასწარ ვიზუალიზირებულია. ბიუჯეტი 28,000 ლარი, დაზოგვა 43-დან 58%-მდე. თავარი უპირატესობა ინარჩუნებს ადამიანურ ავთენტურობას, მაგრამ ხსნის ტექნიკურ ქაოსს. მესამე სცენარი, სრული ხელოვნური ინტელექტის წარმოება, 100%-იანი გენერაცია მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ერთი ადამიანის ჩართვით. ერთი ადამიანი როგორც რეჟისორი და შემოქმედი. ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, სადაც ერთადერთი ადამიანია რეჟისორი. ეს უკვე დღეს ხდება და პრაქტიკულად ხორციელდება კიდეც. პროცესი, ვიდეო გენერაცია, ხმის კლონირება, მუსიკის შექმნა. ეს ყველაფერი კეთდება ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე. პროცესი, ვიდეო გენერაცია, ხმის კლონირება, მუსიკა, მსახიობების თამაში, სცენარის აპრობაცია, სცენარის გახმოვანება. ბიუჯეტი 17,400 ლარი. ბევრს გონია, რომ სრული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფასოა, მაგრამ ხარისხი მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას პლატფორმებში. შედეგად 85%-ით ნაკლები დრო იხარჯება ფილმის საკეთებლად. ფილმი მზად არის 1 თვე ნახევარში. ბიუჯეტი 17,400 ლარი. დაზოგვა 48%-დან 61%-მდე. აი შევხედოთ გრაფიკს, შემოქმედებითი ჯგუფი, ტრადიციული 13,000, ჰიბრიდული 13,000, სრული ხელოვნური ინტელექტი 11,500, ტექნიკური ჯგუფი 9,500, ტრადიციული, ჰიბრიდული 4,500, სრული გენერაცია ხელოვნური ინტელექტით 0, ტექნიკა და ლოკაცია, ტრადიციული 14,500, ჰიბრიდული 6,500, სრული გენერაციის დროს 2,400, პოსტ-პროდაქშენი, ტრადიციული 11,000, ჰიბრიდული 3,500, სრული გენერაცია 3,500, ჯამური ბიუჯეტი, ტრადიციული 48,000, ჰიბრიდული 27,000, სრული გენერაციის დროს 17,400. დაზოგვა ტრადიციული 0%, ჰიბრიდული 53%, სრული გენერაციის დროს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 60%. ბევრს გონია, რომ სრული ხელოვნური ინტელექტი უფასოა, მაგრამ პროფესიული ხარისხი მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას პლატფორმებში. შედეგი 85%-ით ნაკლები დრო იხარჯება. ფილმი მზად არის 1-2 თვეში. ბიუჯეტი დაზოგვა 48%-დან 61%-მდე. შედარებითი ანალიზი და დასკვნები. მოდით შევხედოთ შედარებით ცხრილს, რომელიც ნათლად აჩვენებს სხვაობას. ხარჯვის კატეგორია, შემოქმედებითი ჯგუფი, ტრადიციული 13,000 ლარი, ტექნიკური ჯგუფი 9,500 ლარი, ტექნიკა და ლოკაცია 14,500 ლარი, პოსტ-პროდაქშენი 11,000 ლარი, ჯამური 48,000 ლარი, ჰიბრიდული ჯგუფი, შემოქმედებითი გუნდი 13,000 ლარი, ტექნიკური ჯგუფი 4,500 ლარი, ტექნიკა და ლოკაცია
6500 ლარი, post-production 3500 ლარი, ჯამური ბიუჯეტი 27500 ლარი. სრული გენერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შემოქმედებითი გუნდი 11500 ლარი, ტექნიკური ჯგუფი 0 ხარჯი, ტექნიკა და ლოკაცია 2400 ლარი, post-production 5500 ლარი, ჯამური ბიუჯეტი 22400 ლარი. შესაბამისად, დაზოგვა ტრადიციულში 0%, ჰიბრიდულში 43%, ხელოვნური ინტელექტის სრული გენერაციის დროს 60%. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის? სოლო კრეატორისთვის, ანუ დამოუკიდებელი ავტორისთვის, კინო ხელმისაწვდომი ხდება. ერთი ადამიანი აკეთებს იმას, რასაც ადრე 15 კაციანი გუნდი სჭირდებოდა. რეალური 2026 წლის სურათი. ხელოვნური ინტელექტის სრული გამოყენება აღარ არის ექსპერიმენტული ვარიანტი, როგორც იყო 2-3 წლის წინათ. შესაბამისად, ჰიბრიდული მოდელი და სრული ხელოვნური ინტელექტის წარმოება 100%-იანი გენერაცია უკვე დღეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა მცირე ბიუჯეტიანი ფილმებისთვის. თავარი გზავნილი, ხარისხს არ განსაზღვრავს ტექნოლოგია, ხარისხს განსაზღვრავს რეჟისორის ხედვა. არასწორი კითხვაა, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია თუ არა? სწორი კითხვაა, უნდა თუ არა, როდის და რატომ? ამაზე პასუხი კი მხოლოდ ავტორს, რეჟისორს აქვს. ნაწილი მე-9. ხელოვნური ინტელექტის ეთიკა და საავტორო უფლებები. ვინ არის ნამდვილი ავტორი? ნაცრისფერი ზონა და პასუხისმგებლობა. ხშირად ისმის კითხვა, თუ მე გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი კადრის შესაქმნელად, ვარ თუ არა მისი მფლობელი? 2026 წლის იურიდიული პრაქტიკით პასუხი თქვენს ინტელექტუალურ წვლილშია. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი განიხილება როგორც წარმოებული ნამუშევარი. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიყენა კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა, მაგრამ თქვენ მიეცით მას ფორმა და მიმართულება. წარმოებული ნამუშევარი როგორც ციფრული ხელმოწერა. ავტორობა დღეს აღარ მტკიცდება მხოლოდ კამერის ღილაკზე თითის დაჭერით. ავტორობა მტკიცდება პრომპტინგით. თქვენი უნიკალური ინსტრუქციები და ფერების თეორიის ცოდნა, დრამატურგიული აქცენტები და ის ინჟინერია, რომელსაც ტექსტში დებთ, არის თქვენი საავტორო უფლების საფუძველი. თავარი გზავნილი. ხელოვნური ინტელექტი არის ფუნჯი, პრომპტი კი თქვენი ხელი. ფუნჯს არ აქვს საავტორო უფლება ნახატზე, ის მხატვარს ეკუთვნის. ეთიკური კოდექსი, შთაგონება თუ მოპარვა. როგორც კინემატოგრაფისტებმა ჩვენ უნდა დავიცვათ ეთიკური ზღვარი. სხვისი სტილის პირდაპირი კოპირება აის მეშვეობით, მხოლოდ ტექნიკური უნარია. ნამდვილი ხელოვნებაა, როდესაც აის იყენებთ საკუთარი, მანამდე არარსებული ვიზუალური ენის დასასინთეზებლად. 2026 წელს გამჭვირვალობა არის ახალი სტანდარტი. იყავით ღია იმის შესახებ, თუ სად და როგორ გამოიყენეთ ალგორითმი. მაგალითები. მაგალითი პირველი. მარტივი მომხმარებელი. პრომპტი. თბილისის კინემატოგრაფიული კადრი. 2026 წელი. მზიანი დღე. 8K. ულტრარეალისტური. შედეგი. მოგცემთ ლამაზ, მაგრამ სტანდარტულ, სასაჩუქრე ბარათის მსგავს სურათს. მასში არ არის დრამატურგია, არ არის ხასიათი. ეს არის ალგორითმის საშუალო არითმეტიკული ხედვა თბილისზე. თქვენი ავტორობა მინიმალურია. მაგალითი მეორე. კინემატოგრაფის ხედვა, პრომპტი. სოლოლაკის ეზო, ფართო ანამორფული კადრი, სადაც ძველი ხის აივნები ერწყმის ნატიფ ჰოლოგრაფიულ ვაზებს. ოქროს საათის განათება, 17 საათი და 30 წუთი, რბილი კონტურული შუქი,
აყრილი საღებავის სტრუქტურაზე. ჰაერში მოცეკვავე მტვრის ნაწილაკების სინათლის სხივებში. გადაღებულია არი ალექსაზე 35 მმ-იანი ობიექტივით. T2 და 8. ფერების კორექცია. თბილი ქარვისფერი განათება და ღრმა მოლურჯო ჩრდილები. ფარაჯანოვისეული სიმეტრიისა და კიბერპანკ ატმოსფეროს სინთეზი. ფირის მარცვალი, მაღალი კონტრასტი. შედეგი, თქვენ მიიღებთ კადრს, რომელიც ატარებს კონკრეტულ ემოციას, დროს, ტექნიკურ პარამეტრებს, კულტურულ ციტატებს. ავტორობა აქ უკვე თქვენ ხართ რეჟისორი და ოპერატორი. აი მხოლოდ ასრულებს თქვენ ზუსტ ვიზუალურ ბრძანებებს. ხაზი უნდა გაუსვათ შემდეგს. პირველ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ თემა მიეცით, აის. მეორე შემთხვევაში თქვენ შექმნით ვიზუალური ნახაზი. თქვენ ხართ სინათლისა და სივრცის არქიტექტორი. სწორედ ეს დეტალიზაცია ხდის ნამუშევარს თქვენსას. B. როგორ დავიცვათ თავი პლაგიატისგან? საკუთარი ვიზუალური ბიბლიოთეკის შექმნა, სხვისი სტილის ხაფანგი. ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა დღეს დამწყებ ავტორს შეუძლია დაუშვას პრომპტში ცნობილი თანამედროვე ხელოვანის სახელის ჩაწერა. ოთარ იოსელიანის სტილში ამიწყვე კადრი. ეს არის უმოკლესი გზა პლაგიატისაკენ და შემოქმედებითი ჩიხისკენ. თქვენი მიზანია არა სხვისი სტილის იმიტაცია, არამედ საკუთარი ვიზუალური დნმ-ის სინთეზი. პერსონალური ვიზუალური ბიბლიოთეკა. ავტორების დასაცავად საუკეთესო გზაა საკუთარ მონაცემთა ბაზის შექმნა. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ აი ზოგად ცოდნას. გამოიყენეთ თქვენივე გადაღებული ფოტოები. ატვირთეთ ისინი როგორც რეფერენსები. მოძებნეთ ძველი ქართული კინოს კადრები, იშვიათი ფერწერა და არქიტექტურული ჩანახატები. ნაცვლად ერთი სტილისა შეაჯვარეთ ორი რადიკალურად განსხვავებული სამყარო, მაგალითად 1920-იანი წლების გერმანული ექსპრესიონიზმი და თანამედროვე თბილისური ბრუტალიზმი. 2026 წელს ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა გავწვრთნათ აი საკუთარ ესთეტიკაზე. როდესაც ხელოვნური ინტელექტი სწავლობს თქვენივე ნახატებით ან ფოტოებით. გენერირებული შედეგი ავტომატურად ხდება თქვენი ინტელექტუალური საკუთრების გაგრძელება. ეს არის თქვენი ციფრული ხელმოწერა. თუ გსურთ იყოთ ორიგინალურები, მიეცით ხელოვნურ ინტელექტს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მას ინტერნეტის ღია სივრცეში არ აქვს. თქვენი პირადი ხედვა და გამოცდილებაა. G. ვიზუალური არქიტექტურა, სცენარიდან პირველ კადრამდე. Storyboard-ი, ინოვაცია. ადრე თუ storyboard-ის შექმნა კვირეებს და დიდ ბიუჯეტს მოითხოვდა, ან რეჟისორს თავად უნდა სცოდნოდა ხატვა, დღეს აი საშუალებას გვაძლევს სულ რამდენიმე საათში გქონდეს ფილმის სრული ვიზუალური რუქა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აი პერსონაჟის კონსისტენტურობის შესანარჩუნებლად. ერთი და იგივე პერსონაჟი სხვადასხვა რაკურსითა და ემოციით. ეს გვეხმარება დავინახოთ, მუშაობს თუ არა მიზანსცენა, სანამ გადასაღებ მოედანზე მივალთ. ცოცხალი მუდბორდები. ტრადიციული მუდბორდი სტატისტიკური ფოტოების კოლაჟია. 2026 წელს ჩვენ ვიყენებთ გენერაციულ ვიდეოს, რათა გუნდს ვაჩვენოთ არა მხოლოდ ფერი, არამედ მოძრაობის დინამიკა. ნაცვლად იმისა, რომ ოპერატორს აუხსნათ, მინდა კამერა ნელა მოძრაობდეს ნისლში, ჩვენ ვუჩვენებთ აის მიერ გენერირებულ 5, 10, 20 ერთწუთიან კლიპს. სადაც შუქი, ნისლი და მოძრაობა ზუსტად ისეთია, როგორსაც ვგეგმავთ. ვირტუალური ლოკაციების სკაუთინგი. ხშირად სცენარი ითხოვს ლოკაციას, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს ან მიუწვდომელია. აი ეს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ ეს გარემო ციფრულად, დავტესტოთ სხვადასხვა განათებაზე, დღე, ღამე, წვიმა, თოვლი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, დაგჭირდება თუ არა რეალური დეკორაციის აშენება, თუ გამოვიყენოთ LED ეკრანები. ფერების კორექცია აღარ არის მხოლოდ პოსტპროდუქციის ნაწილი.
აისთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ფილმის ფერითი გამა პრეპროდუქციის ეტაპზევე შევქმნათ. წარმოიდგინეთ, რომ იღებთ დრამას თბილისის გარეუბანში, როგორ შეცვლიდა ფილმის აღქმას ცივი მეტალისფერი ლურჯი და თბილი დამტვერილი ნარინჯისფერი. აი ამას წამებში გვაჩვენებს. აი არ გვიხატავს ფილმს, ის გვეხმარება, რომ ჩვენი ხედვა უფრო ზუსტად გადავცეთ გუნდს, მხატვარს, ოპერატორს, კოსტიუმების დიზაინერს. ეს არის კომუნიკაციის ახალი ენა, რომელიც გამორიცხავს გაუგებრობას გადასაღებ მოედანზე. პროდიუსინგი და რესურსების ოპტიმიზაცია, დიდი კინო მცირე ბიუჯეტით, წარმოების დემოკრატიზაცია. კინო ყოველთვის ზვირად ღირებული ხელოვნება იყო. დღეს კი ჩვენ ვდგავართ რევოლუციის წინაშე. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ქართველ რეჟისორს შექმნას ისეთივე ვიზუალური მასშტაბი, როგორიც ჰოლივუდის სტუდიებს აქვთ. რესურსების ნაკლებობა აღარ არის შემოქმედებითი ჩიხი. ეს ახლა მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის საკითხია. პრევიზუალიზაცია, შეცდომების პრევენცია. ყველაზე ძვირი გადასაღებ მოედანზე დაშვებული შეცდომაა. ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მთელი ფილმი გადავიღოთ ციფრულად, სანამ კამერას ჩავრთავთ. რატომ ზოგავს ეს ფულს? ჩვენ წინასწარ ვიცით ზუსტი რაკურსები, ობიექტები და განათების სქემები. აღარ ვხარჯავთ დროსა და რესურსს იმაზე, რაც კადრში არ იმუშავებს. სინთეზური გარემო. წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ სცენა ნიუ-იორკის ქუჩებში ან ფანტასტიკურ სამყაროში. ნაცვლად ძვირად ღირებული მგზავრობისა ან რთული დეკორაციებისა ჩვენ ვიყენებთ აით გენერირებულ მაღალი რეზოლუციის 360 გრადუსიან გარემოს. ტექნოლოგია, LED ეკრანებისა და აის სინთეზი საშუალებას გვაძლევს სტუდიაში შევქმნათ ნებისმიერი ლოკაცია, ნებისმიერ დროს. იქნება ეს მარადიული ოქროს საათი თუ შვაღამე. პოსტპროდუქციის დაჩქარება. აიმ რადიკალურად შეცვალა მონტაჟისა და ვიზუალური ეფექტების პროცესი. ის რასაც ადრე მხატვრების მთელი არმია თვეების მანძილზე აკეთებდა, მაგალითად როტოსკოპირება, ფონების შეცვლა ან ობიექტების ამოშლა, დღეს წამებში ხდება. ეს ნიშნავს, რომ დაზოგილი დრო და ფინანსები შეგიძლიათ მოახმაროთ მთავარს, ამბის თხრობას. მცირე გუნდი, დიდი შედეგი. 2026 წელს ერთი კაცის კინოწარმოება აღარ არის მითი. აი ხდება თქვენი ასისტენტი, რომელიც გეხმარებათ ხმის დამუშავებაში, ფერების კორექციაში და რთულ მონტაჟშიც კი. ეს გვაძლევს საშუალებას ვიყოთ უფრო მობილური და დამოუკიდებელი. ნუ შეგვაშინებს ბიუჯეტის სიმცირე. აი არის ჩვენი მთავარი ინვესტორი. ის გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლებითაც შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ ნებისმიერ სტუდიას. მთავარია გქონდეს სათქმელი. პრაქტიკული ვორქშოპი. ერთი წინადადებიდან კინემატოგრაფიულ შედევრამდე. ექსპერიმენტის არსი, შრეების მეთოდი. მოდით ერთად ავაწყოთ კადრი. ნუ ვცდით ერთბაშად რთული პრომპტის დაწერას. გამოვიყენოთ შრეების მეთოდი, სადაც ყოველი მომდევნო ნაბიჯი ჩვენს კინემატოგრაფიულ ხედვას ამძაფრებს. ნაბიჯი პირველი, საბაზო იდეა, მოხუცი კაცი ძველ თბილისურ ეზოში. აი შედეგი, სტანდარტული სურათოვანი გამოსახულება ყოველგვარი დრამატურგიის გარეშე. ნაბიჯი 2, ოპტიკა და რაკურსები, მსხვილი ხედი, 85 მმ-იანი ობიექტივი, ველის მცირე სიღრმე, ბოკეს ეფექტი, როდესაც ფონი ბუნდოვანია და ფოკუსში მხოლოდ ობიექტია. ეფექტი, ფონი იბლანდება, აქცენტი გადადის პერსონაჟის ემოციაზე, ნაოჭებზე, თვალებზე, კადრი ხდება ინტიმური. ნაბიჯი მესამე, განათების დრამატურგია. რემბრანდტისეული განათება, ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი, ქუჩიდან შემოსული რბილი, ლურჯი, შემავსებელი შუქი. ეფექტი, ჩნდება კონტრასტი, სიღრმე, მისტიურობა. კადრი უკვე ამბობს რაღაცას პერსონაჟის მარტოობაზე. მეოთხე, ტექსტურა და ატმოსფერო. ჰაერში მოცეკვავე მტვრის ნაწილაკები, 35 მმ-იანი ფირის მარცვალი, მაღალი კონტრასტი, მკვეთრად გამოხატული ფერების პალიტრა.
მოლურჯო მწვანე ან ნარინჯისფერი. ეფექტი. კადრი იძენს ფიზიკურ წონას. ის აღარ ჰგავს ციფრულ ნახატს, ის ჰგავს ნამდვილ კინოფილმს. თავარი დასკვნა. აიმ კი არ მოიფიქრა ეს კადრი. მან მხოლოდ შეასრულა ჩვენი ვიზუალური ბრძანებები. რაც უფრო მეტი ვიცით კინოს ისტორიაზე, განათებაზე და ოპტიკაზე, მით უფრო ძლიერდება ჩვენი ხელოვნური ინტელექტი. მომავალი. რას ველით და სად არის ჩვენი ადგილი? ტექნოლოგიური ბარიერების ნგრევა. დღეს 2026 წელს ჩვენ ვხედავთ კინოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას. ტექნიკური ბარიერი პრაქტიკულად გაქრა. ადრე კინო იყო ელიტური კლუბი, სადაც შესვლა მხოლოდ დიდ ბიუჯეტებს შეეძლოთ. დღეს კინო ხდება იდეების შეჯიბრი და არა რესურსებისა და ბლატის. თავარი კითხვა. როცა ყველას შეუძლია შექმნას ლამაზი კადრი, რა ხდება ღირებული? პასუხი ერთია: თქვენი ხედვა და თქვენი სათქმელი. ქართული კინოს ახალი შანსი. ეს არის უდიდესი შანსი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს უმდიდრესი ვიზუალური კულტურა და მემკვიდრეობა. აი გვაძლევს საშუალებას ეს კულტურული კოდი გადავიტანოთ თანამედროვე გლობალურ ენაზე ისე, რომ არ დავკარგოთ ავთენტურობა. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა ან ქართული კიბერპანკი, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. აი როგორც თანაავტორი, მომავლის რეჟისორი არ არის მხოლოდ ის, ვინც კამერის უკან დგას. ის არის ორკესტრის დირიჟორი, რომელიც მართავს ალგორითმებს, მსახიობებსა და ვირტუალურ სამყაროს. აი არ გვართმევს სამუშაოს, ის გვაძლევს საშუალებას დავბრუნდეთ კინოს საწყისებთან, სუფთა შემოქმედებასთან, სადაც ტექნიკური რუტინა აღარ გვიშლის ხელს ფიქრში. რას ვერ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი? ადამიანურ ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ აი შეუძლია დახატოს ნებისმიერი კადრი, მას არ აქვს ემპათია. მას არ შეუძლია იგრძნოს ტკივილი, სიყვარული ან მონატრება, მას მხოლოდ მათი სიმულაცია შეუძლია. კულტურული იდენტობა და სტანდარტიზაციის ხაფანგი. დასავლური ალგორითმის პრობლემა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ: ხელოვნური ინტელექტის მოდელები ძირითადად დასავლურ ვიზუალურ კულტურაზეა გაწვრთნილი. თუ თქვენ ხელოვნურ ინტელექტს თხოვთ ლამაზ ეზოს, ის დიდი ალბათობით შემოგთავაზებთ იტალიურ პატიოს ან ამერიკულ გარეუბანს. ქართული კინოსთვის ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე. ჩვენი უნიკალური ვიზუალური ენა შეიძლება ჩაანაცვლოს ჰოლივუდურმა სტანდარტმა. როგორ ვასწავლოთ აის ქართული ენა? იმისათვის, რომ არ ჩავვარდეთ სტანდარტიზაციის ხაფანგში, ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს უნდა მივაწოდოთ ჩვენი ეროვნული კონტექსტი, ვიზუალური რეფერენსები. პრომპტში სახელების ნაცვლად გამოვიყენოთ ქართული ფერწერის აღწერა, ფიროსმანის ლაკონურობა, ელენე ახვლედიანის თბილისური ფერები, ლადო გუდიაშვილის მისტიკური ხაზები. არქიტექტურული კოდი, მიუთითეთ სპეციალური დეტალები, თბილისური აჟურული აივნები, თლილი ქვის კედლები, მცხეთური ფიქალი. აიმ უნდა იცოდეს, რომ თქვენი სამყარო განსხვავებულია. პრაქტიკული სავარჯიშო, ქართული მუდბორდი. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ტექსტს, გამოიყენეთ გამოსახულებითი კარნახი ან ვიზუალური მითითება. ატვირთეთ ეროვნული ფოტოგრაფიის ნიმუშები, მაგალითად როინიშვილის არქივიდან. სთხოვეთ აის, რომ თქვენი სცენის განათება და ფაქტურა ამ ფოტოების მიხედვით შექმნას. თავარი გზავნილი. აი არის ცარიელი დაფა. თუ თქვენ მას ქართულ მასალას არ მიაწვდით, ის სხვის ისტორიას მოგიყვებათ. ჩვენი მისიაა აი ვაქციოთ ქართული კულტურის გამტარად და არა მის წამშლელად. ნაწილი მე-10 დასკვნა. ჩვენი არჩევანი, ჩვენი პასუხისმგებლობა.
დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ხელოვნურ ინტელექტზე კინოში, მაგრამ თუ გულდასმით მოусმენდით, მიხვდებოდით, რომ ეს არ იყო ლექცია მხოლოდ ტექნოლოგიაზე, ეს იყო ლექცია არჩევანზე. არჩევანზე, როგორ ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ავტორობა და როგორ ვაკეთოთ კარგი კინო მაშინ, როცა ინსტრუმენტები იმაზე სწრაფად მუშაობენ, ვიდრე ადრე წარმოგვედგინა. თავარი გადაწყვეტილება. რა არის ტექნოლოგიური? აი, აღარ არის მომავლის ფანტაზია. ის 2026 წლის რეალობაა. კითხვა მარტივია, ვიყენებთ მას თუ არა? თუ ვამბობთ არას, ჩვენ დაგვაგვიანდება. სხვები იქნებიან უფრო ეფექტურები და კონკურენტუნარიანები. თუ ვამბობთ დიახ, აქ იწყება ნამდვილი პასუხისმგებლობა. ხშირად ამბობენ, რომ ტექნოლოგია ნეიტრალურია. ეს მხოლოდ ნახევრად სიმართლეა. ტექნოლოგიას ყოველთვის მოაქვს თავისი ლოგიკა. აი, შეიძლება იყოს ინსტრუმენტი, რომელიც გაძლიერებთ, ან ფილტრი, რომელიც თქვენს ხედვას სტანდარტულს გახდის. არჩევანი თქვენზეა. აქ ჩვენთან იდეალური გარემოა, ხელოვნური ინტელექტის გონივრული გამოყენებისთვის. რატომ? მცირე ბაზარი. ჩვენ თავისუფალი ვართ ექსპერიმენტებისთვის. ძლიერი საავტორო ტრადიცია. ეს არის ჩვენი მთავარი ძალა. შეზღუდული რესურსები. აი, აქ ხდება ჩვენი სტრატეგიული უპირატესობა. ჩვენ არ გვჭირდება ჰოლივუდის ინდუსტრიული მანქანის კოპირება. ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი დაგეგმვა და საავტორო ხმა, რათა აი დაგვეხმაროს ინდივიდუალობის შენარჩუნებაში. სამი რისკი, რომელიც უნდა ავირიდოთ. ტექნოლოგიას ახლავს საფრთხეები, რომელთაც თვალი უნდა გაუსწოროთ. სიჩქარის ილუზია. სიჩქარე არ ნიშნავს ხარისხს. დაზოგილი დრო გამოიყენეთ არა მეტის გასაკეთებლად, არამედ უკეთესის შესაქმნელად. სტანდარტიზაციის ხაფანგი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ყველაფერი ლამაზი გახადოს, მაგრამ უნიკალურობა სილამაზეში კი არაა, არამედ თქვენს ხედვაშია. ნუ მისდევთ აის ესთეტიკას. ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ ჩვენი ხელწერის ჩამოსაყალიბებლად. პასუხისმგებლობის დაკარგვა. არასოდეს თქვათ ალგორითმმა ასე გადაწყვიტა. ავტორი ყოველთვის თქვენ ხართ და პასუხისმგებლობაც თქვენზეა. მომავალი. რას ველით? დღეს 2026 წელს მცირე ქვეყნებს ეძლევათ შანსი არა მხოლოდ დაეწიონ, არამედ წინ გაუსწრონ დიდ ინდუსტრიებს. ჩვენი მიზანი არ არის ქართული კინოს უბრალოდ გატექნოლოგიურება. ჩვენი მიზანია ტექნოლოგია იყოს მოსამსახურე და არა mbრძანებელი. ტექნოლოგია არ ქმნის კინოს. კინოს ქმნის ადამიანი. დიდი კინოსთვის აღარ გჭირდება დიდი ბიუჯეტი, გჭირდება იდეა და პასუხისმგებლობა. ფილმი არ არის ის, რასაც ხედავ მხოლოდ და მხოლოდ ეკრანზე. ფილმი არის ის, რაც რჩება შენში, როცა ეკრანი ჩაქრება. სხვა კუთხით დანახული პერსპექტივა. რას გვაძლევს და რას გვართმევს ხელოვნური ინტელექტი? ხელოვნური ინტელექტი, როგორც დღეს ვხედავთ, გვაძლევს ტექნიკურ სიძლიერეს, დროის დაზოგვას, ვიზუალურ ექსპერიმენტს, მცირე რესურსებით დიდი მასშტაბების წარმოდგენის შესაძლებლობას. მაგრამ თითოეული ასეთი ძლიერება მოდის მთავარი ფილოსოფიური გამოწვევით. თუ აი გვეხმარება პასუხის პოვნაში, მაშინ ხომ არ გვიბიძგებს ის იმისკენ, რომ არ ვეძებოთ სწორი კითხვები. ხომ არ გვიშლის ის ხელს, რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ პრობლემის, ცხოვრების არსს. თუ აი აჩქარებს ამ პროცესს, ჩვენ ვკარგავთ პროცესში უშუალო მონაწილეობის შანსს. ვკარგავთ ბრძოლის, ჭიდილის, ანალიზის, იდეათა დაპირისპირების საშუალებას. ნაწილობრივ ან სრულიად ვეთიშებით პირდაპირ ყოფას იმ მდგომარეობაში, რასაც ნამდვილი ხელოვნების ჭეშმარიტების დაბადება ჰქვია. მოდით ეს კითხვა ყველამ თვითონ დაუსვა საკუთარ თავს. ავტორობა, ტექნოლოგიური მონაცემები თუ ადამიანური გამოცდილება?
აისთვის ფარული, შინაგანი ჭრილობა სიტყვათა კომბინაციაა, პერსონაჟისთვის კი სიცოცხლის ტრამვა. აისთვის კადრის კომპოზიცია პიქსელების განლაგებაა, რეჟისორისთვის კი მსოფლმხედველობის გადმოცემა. როცა ის ვეკითხებით, მომიფიქრეს სიუჟეტის მოულოდნელი შემოbrunება. ჩვენ მას არ ვუყვებით ისტორიას, არამედ ის თვითონ ქმნის ისტორიას, რომელიც მან შეისწავლა. ეს არის კოლექტიური ცოდნის რეციკლირება და არა ინდივიდუალური შემოქმედება. სწორედ აქ იმალება საფრთხე. ალგორითმი შეიძლება გახდეს ჩვენი ერთადერთი კრეატიული პარტნიორი, ხოლო რეალური სამყარო მხოლოდ მისი გააზრებისა და შეცნობისთვის ნედლი მასალა. ჩვენი კინო, ტექნოლოგიური ნახტომი თუ კულტურული ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი როგორც გამაძლიერებელი და არა როგორც შემცვლელი. მაგრამ ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური უნარი, არამედ კრიტიკული ნება და აზროვნება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დახატოს ქართული ეზო, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა სუნით ივსება ის ჩვენს გონებაში. აი შეუძლია დაწეროს ქართული დიალოგი, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ მის სიცოცხლესა და სირთულეს. რისკი ის არ არის, რომ აი ჩვენს სამსახურს წაგვართმევს. რისკი ისაა, რომ აი ჩვენს მოგონებებს, ჩვენს ენას, ჩვენ შიშსა და სიხარულს მონაცემებად აქცევს, რომლებიც მხოლოდ ეფექტურად უნდა დაალაგოს. აი გვასწავლის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კინო, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვიცით, რატომ უნდა გავაკეთოთ იგი. ეს რატომ, ემოცია, მნიშვნელობა, ადამიანური კონტექსტი დარჩება ჩვენი პასუხისმგებლობა. აი შეიძლება გახდეს ჩვენი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ მას არასოდეს ექნება ჩვენსავით მიზეზები, თუ რატომ უნდა გაკეთდეს ეს. და სწორედ ეს მიზეზი და არა ტექნოლოგია არის ის, რაც კინოს ხელოვნებად აქცევს. ნუ შეგეშინდებათ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის. ნუ უყურებთ მას როგორც საფრთხეს, გამოიყენეთ ის როგორც თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღი. დაიმახსოვრეთ, ალგორითმს არ აქვს ოცნებები, ოცნებები გვაქვს ჩვენ. წავიდეთ და შევქმნათ ისეთი კინო, რომლის წარმოდგენაც გუშინ შეუძლებელი იყო. მადლობა ყურადღებისათვის. ხელოვნური ინტელექტი დრამატურგიაში. რა იცვლება, როცა კინო ან თეატრი ხვდება ხელოვნურ ინტელექტს? როგორ იბადება იდეა და როგორ იქცევა ის სრულფასოვან დრამატურგიულ სტრუქტურად? შეიძლება თუ არა მცირე რესურსით დიდი ამბის შექმნა. ეს ლექცია არის დასაწყისი. შესავალი იმ პროცესში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხდება არა ავტორის შემცვლელი, არამედ მისი დრამატურგიული ასისტენტი. სცენარი, პერსონაჟი, დიალოგი, ბიტშიტი, midpoint-ი, all is lost და კითხვა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. როგორ შევინარჩუნოთ ავტორის ხმა ტექნოლოგიასთან მუშაობისას? ლექსიის შემდეგ იწყება დრამატურგიის კურსები იდეიდან სრულ სცენარამდე. ეს არ არის მომავლის თეორია, ეს არის პერსპექტივა, რომელიც უკვე მუშაობს. თუ ხარ რეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, ან უბრალოდ ადამიანი, ვისაც ამბების სწორად მოყოლა უნდა, ეს პროცესი და ეს ლექცია და ეს კურსი შენთვისაა.
როცა ტექნოლოგია ემსახურება ავტორს.